ეს ძალიან კომიკურია, რომ ესეთი სერიოზულ ადამიანებს ვიწევთ სტუმრად და მე ყვავილებიან წისაფერს ვახვედრებთ ხოლმე. შენ მითხარი, რომ ჩინური კერძია მე არ მithქვამს, რომ ჩინური კერძია, იმდენად მარტივად მოსამზადებელია, მეც კი შემიძლია რომ გავაკეთო ხოლმე. საიდან მიხვდი, რომ ამ საქმეს გააკეთებდი ცხოვრებაშიც? მე ვერ ვიტყვი, რომ გურმანი ვარ, მაგრამ პრინციპში რატო ვერ ვიტყვი, არ გადასარევად. მოცურის გაღებისასაც მე თვითონ ვაკეთებ ინფორმას, რომ გამარჯობოთ, მოგესალმებით, დღეს რას მივიქნეთ. როცა მაკდონალდსი არ იყო შენ ცხოვრებაში, ოჯახში ვინ გიმზადებდა? ბავშვობაში 90-იანების ქუთაისში ხო კუნყო არ იყო პოპულარული კერძი, მისეს ვერ ხვდები რატო. ძალიან სულად ეკროვი ამ ჩემი კერძის სახელს. დრისი გეშინია ჩაასხი კარგად. რა კულტურულად მინდა რომ გავაკეთო. ეს არის საფირმო რილეთი, რომელიც არაფერს არ მსახურება, მაგრამ ძალიან გთხოვ რომ ჩემ ხალხს ნორმალურად ესა. შენ მოგეწონა კმაყოფილი ხარ? კი. ბედნიერი ვარ. მოგესალმებით მის მინე სამზარეულოდან, ეს არის გადაცემა Cook and Talks, მე კი მისი წამყვანი ანა ყავლაშვილი ვარ. დღეს ძალიან საინტერესო კერძი გვაქვს მენიუში, უფრო საინტერესო სტუმართან ერთად. ამ სტუმარს თქვენ უკვე კარგად იცნობთ, რადგან ჩვენს გადაცემებში უკვე ხშირად ყოფილა და ულაპარაკია ბევრ საინტერესო თემაზე, მაგრამ განსაკუთრებით გვახსოვს ალბათ იქიდან, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში იცავს იმ ადამიანებს, ვისაც რეჟიმი ყველაზე მეტად ჩაგრავს. ამიტომ მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, მივესალმოთ ომარ ფურცელაძეს, ჰინდისის პატიმრების ადვოკატს. გამარჯობა. მადლობა მოსვლისთვის. მიხარია შენი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მოიცალე, მოდი ჯერ შენ გაგიკეთებ წინსაფარს. ეს ძალიან კომიკურია, რომ ესეთი სერიოზულ ადამიანებს ვიწევთ სტუმრად და მე ყვავილებიან წინსაფარს ვახვედრებთ ხოლმე, მაგრამ მგონია რომ მოგიხდება. როგორ უნდა გავიკეთო, ოღონდ ჩვენ რომ მოსწავლო. შეგესა? თუ გინდა შეგიკრავ უნდა. მოკლედ, ომარ, დღეს ჩვენ ვაკეთებთ ძალიან საინტერესო კერძს, მინდა რომ შენ თქვა სახელი. ხო, ეს არის ძალიან კაი კერძი კუნგ პაო. ოღონდ იმაზე ეგზოტიკურად ჟღერს, ვიდრე რეალურად არის რეალურ ცხოვრებაში. ეგზოტიკური არის, იმიტომ რომ ანანასს ვხედავ აქ, ქათმის ფილეს და ვიცი რომ რაღაც ცოტა ისეთი ხომარსა ეგზოტიკური გემო აქვს. ხო, უფრო სნობურად ჟღერს, მოდი ესე ვიტყვი, ვიდრე რეალურად არის გასაკეთებელი. იმიტომ რომ ანანასს თუ არ ჩავთვლით, ყველა ინგრედიენტი ისეთი კეთილი და ნაცნობია ქართული სამზარეულოში. შენ მითხარი, რომ ჩინური კერძიაო? მე მგონია რომ უფრო ტაილანდურია მაინც. მე არ მithქვამს, რომ ჩინური კერძია, მე იმიტომ ზუსტად რომ არ ვიცოდი საიდან არის, გითხარი რომ აზიურია. მოდი თან დავიწყოთ გაკეთება, შემდგომ მასწავლო როგორ ვაკეთებთ, აქ რა გვაქვს და რის გაკეთებას ვაპირებთ. ხო, თავარი როგორ არის ეგ უნდა დამეხმარო, ოღონდ არ ვიცი, თავარი ინგრედიენტი არის ქათამი, ხო? ბაზა არის ქათმის კერძია, მოდი ესე ვთქვათ. თუ გინდა ისტორიასაც მოგიყვება საერთოდ, რატო გითხარი ეს კერძი და რატო ვიფიქრე რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა. მოკლედ, ბავშვობიდან მოყოლებული არ უჭამდი თევზს. პირველად თევზი საკუთარი ნებით ესე გაცნობიერებულად და გადაწყვეტილებად თევზი მეჭამა მივიღე 27 წლის ასაკში და აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან მიყვარს. და პრინციპში 27 წლის ასაკიდან დღემდე ბევრი არაფერი გამიკეთებია თევზის ჭამის გარდა. ხო და მე მანდ სამზარეულოში ვიძახი და მე გადავწყვიტე ეგეთი რამე რომ ის ფაქტი რომ მე მგონია რომ რაღაც არ მომწონს საკმარისი არ არის იმისთვის რომ რაღაცები არ გავსინჯო. ერთ-ერთ მორიგ ესეთ ჯერზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად სასაცილო სახელი აქვს ეს კუნგ პაო, გადავწყვიტე რომ გამისინჯა ერთ-ერთ აზიურ რესტორანში ეს კერძი და აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან ისეთი ტრადიციულს ვერ ვიტყვი, ბუნებრივი არ არის ქართული, მაგრამ ქართულ სამზარეულოსთან ძალიან ახლოს მდგომი კერძია. თან ქათმის კერძია და მგონი იმ ადამიანებისთვისაც საინტერესოა, ვინც ვარჯიშობს ან ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს რაღაც ფორმით. და თან პლუს ამას არის ძალიან გემრიელი და ძალიან მარტივად მოსამზადებელიც. ისეთი იმდენად მარტივად მოსამზადებელი, რომ მეც კი შემიძლია რომ გავაკეთო ხოლმე. მოკლედ ახლა ჩვენ აქ გვაქვს მთავარი ცილა ქათამი, როგორც ვიცი შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ღორის ხორცით და ასევე საქონლის ხორცით, უფრო მეტად ალბათ ღორით აკეთებენ ხოლმე, ხო? მაგრამ ქათამი უფრო უსაფრთხოა, მოსამზადებლად უფრო მარტივია, მას გულისხმობ. ასევე აქ გვაქვს ბულგარული წიწაკა, ნიორი, სახამებელი იმისთვის რომ შევასხელოთ, ეს არის ბუნებრივი შემასქელებელი. კი, სოუსის შემასქელებლად გამოვიყენებთ სახამებელს, ხახვი
მქონები, მიწის თხილი, ასევე ჯანჯაფილი, იგივე კოჭა და ღერღილი წიწაკა, სოიოს соуსი და ანანასი, რომელიც ამ ჩვენს კერძს უფრო გაამდიდრებს და გახდის არა ქართულს, უფრო მეტად აზიურად აქცევს, ხო? ხო. ოღონდ ის მოხალული მიწის თხილი უნდა იყოს და სასურველია მარილიანიც. დავდეთ ხო? ორი ვაკე. კი. და ანანასი ცოტა უცხო რამეა, მაგრამ რეალურად ძალიან კარგი არომატიზატორია, იმიტომ რომ აქ თავისი სიტკვო, სიმჟავე, ეს ხორცი რჩება რბილი და ისეთი განცდა გაქვს, რომ წინადღით არ გაგიკეთებია, რაც მე ხშირად მემართება ხოლმე. მშრალი არ გამოდის კათამი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და პლუს მაგას ხო, თვითონ ანანასი ძალიან გემრიელია. ძალიან გავს ტექსტურით ხორცს. ხშირად დაშვებული შეცდომა არის ხოლმე ქათმის მომზადების დროს, რომ ხშირად რეცხავენ ქათამს, ქათმის ფილეს. თუ მოხარშვას აპირებ, ეგ ბუნებრივია, რომ შეიძლება მით უმეტეს სოფელში, როცა იქვე ყავთ ქათამი მოკლედ. შეიძლება, მაგრამ როდესაც ვყიდულობთ მზაფილეს, უმჯობესია და არ არის სასურველი კი არა, არ შეიძლება მისი გარეცხვა, რადგან ამას აქვს ბაქტერიები, სალმონელა, რომელიც წყალთან ურთიერთობაში პირიქით უფრო იზრდება და იმის ნაცვლად, რომ უსაფრთხო გახდეს ქათამი და სუფთა, პირიქით ვაზიანებთ მას და ჯობია რომ არ გავრეცხოთ და უფრო უსაფრთხო იყოს მისი მირთმევა. როცა ვხარშავთ, მაგროს ტემპერატურა არის 100 გრადუსზე და შესაბამისად სალმონელა კვდება, მაგრამ შეწვის პროცესში მაქსიმალური ტემპერატურა არის 69-70 გრადუსი და ეგ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ბაქტერიები განადგურდეს. ამიტომ თუ ქათამს რეცხავდი, აწი აღარ გარეცხო. არ მგონია პოსტიკავდი, მაგრამ ეხლა ჩვენ ამას მოვაცილოთ ზედმეტი ნაწილები, ის ძარღვები, ეს ცხიმები და შენ გვითხარი როგორ დავჭრათ? ხო, ზომები უნდა იყოს, ისეთი დიდი კუბები, თითო აღება, რომ თითო უკმა იყოს რა. საკმაოდ ისეთი მოცულობითი კუბის ფორმის სასურველია, ან დიდ ნაჭრებად, რომ ერთად აღებული ქათამი იყოს ერთი კარგი უკმა. და დაპატარავდება პროცესში თან და ეგეც გავითვალისწინებთ. ხო, პატარავდება და პლუს მაგას შეიძლება დიდი ზომის ვინმე საშინებდეს, იმიტომ რომ კარგად არ შეიწვას ან რაიმებს გავსი, მაგრამ რადგან ისედაც წვნიანი გამოდის, ეს საკმაოდ და კარგად ითუშება, ესე ვთქვათ, დიდი ხანი რჩება ტაფაზე, ეგ რისკი არ არის, რომ რაიმე ნაწილი შეუწვავი დარჩეს, ასე რომ შეგვიძლია რომ დიდი ზომის იყოს. დიდი სარგულისხმობ რაღაც გრანდიოზულს, გულისხმობ საკმაოდ ისეთ მოცულობითი ზომის. ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ მე როცა ქათამს ვაკეთებ ხოლმე, ძალიან ცოტა დრო ჭირდება და მაღალ ტემპერატურაზე უცებ ვაკეთებ და რბილი და ესეთი ტენიანი რჩება ხოლმე. ანუ ამ შემთხვევაში დიდი ხანი იდეა ის არის, რომ ძალიან დიდი ხანი ჭირდება მომზადება, არ ვიცი ტერმინოლოგიურად რა ქვია მაგას, სწორად როგორ თქვა. რას? დაბასტურება. დამარინადება, ხო, ის სხვა რამეა. ხო, დიდი ხანი ჭირდება, მე მგონია, რომ ოპტიმალურ ვარიანტში ბევრჯერ მიცდია გაკეთება ბევრი სხვადასხვა მეთოდით. ყველაზე ეფექტური ნაწილი და ალბათ 50% მაინც საქმის მოდის იმაზე, რომ მას შემდეგ რაც დაამარინადებ, დიდი ხანი დატოვა მოცივარში. 12 საათიც კი დამტოვებია. ეხლა არ ვიცი რამდენად გამოვა, მაგრამ კაი, ეხლა რა გავაკეთო, მითხარი? აი შუაზე გაგიჭერი და კუბებად დაჭერი რა ზომაზე ჩვენ გინდა. ზოგადად მთელი ღამე დატოვება მარინადის ყველაზე კარგია და ოპტიმალური, მაგრამ აი ნახევარი საათით საკმარისია. ეხლა შენ მომიყევი, ზოგადად როგორი არის შენი ცხოვრების რიტმი, სამზარეულოს რა როლი უკავია მასში? იცი რა არის, მე ვერ ვიტყვი რომ გურმანი ვარ, მაგრამ პრინციპში რატო ვერ ვიტყვი ვარ გადასარევად. ხო, ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელები, ძალიან მიყვარს ზოგადად ჭამა, მაგრამ ჩემი ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით სამწუხაროდ ძირითადად ეგ ხდება დრაივებზე. ან junk food-ი, მაკი, არ ვიცი ბრენდი დავასახელო თუ არა კონკრეტული, ძირითადად მაკი არის და კარგი გამახსენდა, ეხლა რო გავალ ქულებს გასდის შესასვლადა და უნდა გამოვიყენო. ძალიან ბევრი მაქვს სიმართლე გითხრათ, ხო, ძირითად დროს ჭამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მანქანაში და ჭამ დრაივებზე და მაკი არის ჩემი სამზარეულოც და ჩემი მზარეულიც და ჩემი ყველა და სიმართლე ის არის, რომ სახლშიც ისე მივეჩვენ დრაივზე და ზოგადად შეკვეთა საჭმელს, რომ მივიდივარ მაცივრის გაღებისასაც მე თვითონ ვაკეთებ იმ ხმას, რომ გამარჯობათ, მოგესალმებით, დღეს რას მივიჩვენეთ? იქ ვიღებ ხოლმე მაცივრიდან პროდუქტს. მართლა. როცა მაკდონალდსი არ იყო შენ ცხოვრებაში, ოჯახში ვინ გიმზადებდა, ან რამე განსაკუთრებული კერძი თუ გიყვარდა, მაშინ ეხა ეს კერძი ალბათ არ იქნება შენი ბავშვობის
თავარი საჭმელი და გიყვარდა ყველაზე მეტად. ბავშვობაში 90-იანების ქუთაისში ხო კუნგ-პაო არ იყო პოპულარული კერძი, მისეს ვერ ხვდები რატო შეიძლება ასე ყოფილიყო, მაგრამ მაინც. ახლა ნუ ალბათ მაშინ ხო პერიოდიც ეგეთი იყო, დიდი არჩევანი არც კულინარიულად არ არსებობდა მგონი და ის რაღაც კლასიკური კერძები იყო, შემწვარი კარტოფილი ალბათ ან რამე ეგეთი. მშობლებისგან სვენია პრინციპში და გამიგია ძირითადად რომ ცუდი ბავშვი ვიყავი ჭამის მხრივ. აი თევზის ამბავიც რაც მოუყევი, ალბათ ოდესღაც ვინმე შემომთავაზა, ან არ მომეწონა და მე მთელი ცხოვრება არ ვჭამდი თევზს, მახსოვდა ბავშვობიდან რომ არ მიყვარდა და ნუ ისეთი ამბავია რა. და მე როცა გასინჯე რა მომენტში როგორ მოხდა? ხო, ეხლა დიდი ვიყავი საკმაოდ და ეხლა იქიდან მოყოლებული ამის ხოლმე თევზის საჭმელად მაქვს ტურები, რომ მაგალითად აი ბათუმის თევზის ბაზარში ჩავსულვარ, იმიტომ სადღაც ახლომახლოს თუ დასავლეთში ვიყოფილა, რომ თევზი გამესინჯა და თევზის კერძი და თუ რაიმე თევზის რესტორანი არსებობს ალბათ საქართველოში. ყველგან ერთხელ მაინც ვარ ნამყოფი, იმიტომ რომ ის დანარჩენი წინა 27 წლიანი დანაკლისი ამომეუსო და ყველა გამესინჯა და მე ისე გამოვიდა თან რომ ბოლო 2 წელია სახლში მყავს კატა და რა ქვია კატას? ჩემი კატა არის ბაჩი, რომელსაც სხვა კულინარიული გემოვნება აქვს. საშინელი მჭამელი ვიყავ ბავშვობაში, რამდენადაც ვიცი, უბრალოდ მახსოვს რომ მიყვარდა ერთი ყველაზე 90-იანების კერძი, პურზე, კარაქიან პურზე მოყრილი შაქარი და დღემდე დიდობაში თან მართლა. მაშინ იყო დესერტი. რეალურად ანუ მოაყრიდი მით უმეტეს, ხო? ჩემი ბავშვობის დესერტი იყო და გულწრფელად გეუბნები დღემდე ძალიან ბედნიერად და კეთილად მახსენდება ეგ დესერტი. ჯერ უნდა გავაკეთოთ ამის მარინადი, ხო? მაგისთვის მე ვთვლი ახლა ჯანჯაფილს, რომელიც კოვზით, პატარა კოვზით, აი ჩაის კოვზით ბევრად უფრო მარტივად ითლება ვიდრე დანით. ეს life hack-ით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამას დავჭყლიტავთ, ასევე დავჭყლიტავთ ნიორს, რომელიც შეგიძლია რომ მომამზადო მანამდე და კიდევ მითხარი რა უნდა გავუკეთოთ სოუსს. ანუ ესეც წოთითავთ. ოკეი. კაი, მოდი. ეს ახალი ნიორია თან უფრო კარგი არომატი ექნება, რაც უფრო ფრეში არის, უფრო ძლიერია და ალბათ სხვა შემთხვევაში თუ 3-4 კბილს გავუკეთებდით, ეხლა 2-ით საკმარისია. ეს ისე ვთქვი, რამდენი კბილი ნიორი უნდა გავაკეთოთ შენ განსაზღვრე. გიყვარს ნიორი? გეუნებს ძალიან მიყვარს მე ნიორი, ასე რომ იყოს 4 და ძალიან გთხოვ მომიცვლი. რეცეპტს ჩემი საჭმელის და მოერევი უხეშად. ესე დააწექი. და მე ესე დაჭყლიტილზე უფრო მარტივად გაეძრობა კანი. და მე ეს კანი გააცალე. მაინტერესებს შენი პროფესია ბავშვობიდანვე განსაზღვრული იყო რომ ადვოკატი უნდა ყოფილიყავი თუ საიდან მიხვდი რომ ამ საქმეს გააკეთებდი ცხოვრებაშიც? ბავშვობიდან განსაზღვრული იყო თქო, არ ვიცი რამდენად თქო სწორად, მაგრამ სამართალი და იურისპრუდენცია რო იქნებოდა ჩემი ინტერესის საგანი, იქ შედარებით პროგნოზირებადი იყო. უშუალოდ პროფესიას რაც შეეხება ადვოკატობაზე მაქვს საუბარი, ეგ ცოტა გვიან წამოვიდა. პირველი სამიზნე მაინც პროკურატურა იყო. ჩემთვის მქონდა შანსი რომ იქაც უხვედრილიყავი, ესე ვთქვათ, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, იმავე მიზეზების გამო, რაც დღესაც მაწუხებს და პრობლემად მიმაჩნია, გადავწყვიტე რომ არ უნდა დავრჩენილიყავი და აურჩიე შედარებით არა, პრინციპში გაცილებით უფრო ავტონომიური და თავისუფალი პროფესია, სადაც საკუთარ თავზე დამოკიდებულების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. ესე იგი ნიორი უნდა დავნაყოთ ახლა. კი. და მოდი მე ამას დავჭრი და ესეც ბარემ მან დავნაყოთ. ხო, ოღონდ ეგეც დიდ ნაჭრებად არ მინდა ისე. კი. ან ძალიან დავუხუცმოცებ. რაც უფრო წვრილად არის დაჭრილი, ნიორსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ჭრი. თუ მაგალითად პატარა მედალიონებად დაჭრი, უფრო ნაკლებად გამოყოფს არომატს. თუ ძალიან დააქუცმოცებ ან პასტას გააკეთებ, ბევრად უფრო ძლიერი, ანუ ერთი კბილი ნიორი ბევრად უფრო ძლიერი იქნება დაქუცმოცებულ და პასტირებულ მდგომარეობაში, ვიდრე უბრალოდ აი ესე მედალიონებად დაჭრილი. ამიტომ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს გააჩნია მიზანი რა არის შენი. ჩემი მიზანი არის კონდეს ინტენსიური გემოვნება. მაშინ რაც უფრო დაჭყლიტილი იქნება, მით უკეთესია. ხო, ჩემთვის საუკეთესო საჭმელს არ ვიძახი კონკრეტულ საჭმლის გაკეთების პრინციპი ალბათ ეგ არის მაინც რომ ის გემოები ინტენსიური კონდეს, მაგალითად, რასაც ელოდები საჭმლისგან, აი ეგ დაგხვდეს რომ თუ ნიურიანი საჭმელია, ნიურის გემო იყოს ინტენსიური, აი ესეთი. აქ გადავიტან მანამდე ქათმის ხორცს.
და ეხლა მოყავი საიდან იყო მაშინ გამპირობებული, როგორ მიხვდი, რომ ეგ უნდა გაგეკეთებინა მაინც? მამა იყო პროკურორი და საკმაოდ ლოგიკურად მეც მქონდა განცდა, რომ მის გზას უნდა გავყოლოდი, პროფესიულ გზაზე მაქვს საუბარი და გადავწყვიტე, რომ ყოფილიყავი პროკურატურაში. ეს ჩემი სურვილი იცოდნენ მათ შორის მამას მეგობრებმა და მაშინ იყო ესეთ შესაძლებლობა, რომ გამოვიდა პრაქტიკები და მეტნაკლებად გავცნობოდი შავ სამზარეულოს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფანტასტიკური ადამიანი, ძალიან ბევრი პროფესიონალი გავიცანი და ძალიან ბევრი რამე მივიღე პროფესიულად, რასაც სხვაგან ვერ მივიღებდი ვერასდროს და ვერცეთ სიტუაციაში, კიდევ შემიქნა სწორი წარმოდგენა, როგორ ფუნქციონირებს ეს ორგანო. მე არ მგონია, რომ ეგრე უნდა ფუნქციონირებდეს და რაც სუბორდინაციული ვერტიკალი იმდენად გრძელი უნდა იყოს რიგითი პროკურორიდან, რომ პრემიერ-მინისტრამდე ან პოლიტიკური თანამდებობის პირამდე ადიოდეს, მე მგონია, რომ პირიქით ყველა პროკურორი, ყველა გამომძიებელი, ყველა პოლიციელი უნდა იყოს ძალიან ავტონომიური მის გადაწყვეტილებებში და მეორე მხრივ უნდა გაიზარდოს კომპეტენციის მინიმალური სტანდარტი, რომ ის გადაწყვეტილებები იყოს სამართლებრივი. ბუნებრივია ბავშვის პერსპექტივიდან იდეალისტურად გარედან ეგეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ეს კონკრეტული ინდივიდუალურად აღებული, ცალკე აღებული ერთი ადამიანი, ერთი პროკურორი იღებდა გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემთვის რომ ამ რეალობას რომ ესე არ არის და რეალურად ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას განაპირობებს ზოგადი პოლიტიკური ფონი, პოლიტიკური თანამდებობის პირების ნება, ასე შემდეგ, ეს ნახე და მაგან მაიძულა ამერჩია ესეთი პროფესია, სადაც მეტად ავტონომიური და მეტად საკუთარ თავზე დამოკიდებული ვიქნებოდი. ის იყო ძირითადი მიზეზი, როგორ აღმოჩნდი ამ პროფესიაში და პრინციპში ჯერჯერობით არ გამცრუებია იმედი მაგ ნაწილში, იმიტომ რომ ანგარიშვალდებულება რეალურად მთელი ამ დროის განმავლობაში მაქვს მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ვიცავ, მათი ოჯახების და საკუთარი თავის და ეს მგონია, რომ თანამედროვე სამყაროში არა მარტო საქართველოში და არა მარტო მოცემულ რეალობაში დიდი ფუფუნებაა. ძალიან წვრილად დავჭერით და დავსრისეთ ჯანჯაფილი და ნიორი, რომელსაც გადავიტანთ კუბებად დაჭრილ ქათმის ფილეში და როგორც მე ვიცი, მოვაყრით ანანას, მე დავჭერ წინასწარ. კუბებად დაჭრილ ანანას. ცოტა მის წვენსაც გადავიტანთ. ეს სიტყვას მისცემს ალბათ უფრო. სხვათა შორის ეგრე მარტივადაც არ არის, მაღალი მჟავიანობა აქვს და ანუ სიმჟავესაც არა. ძალიან არბილებს ქათმის ნაჭრებს. რა უნდა დავუმატოთ აქ? მგონი მეტი არაფერი ხო? სოია соуსი და ძალიან ცოტა მარილი და ბოთშორი. ცოტა. ეს რა არის? ის არის დაღერღილი წიწაკა, წითელი წიწაკა. და ხო. და ეს სიცხარეს მიცემს ანანასის სიტყვას და სიმჟავეს და რაღაც ყველა გემოს გაერთიანებ, მგონი ერთ კერძში. ხო, იდეაში მთელი აზრი ეგ არის, რომ ეს უნდა იყოს თან ტკბილი, თან ცხარე და ცოტა სიმჟავეც უნდა ქონდეს ინტენსიური. მითხარი როგორ გადავრიონ, რას ვაკეთებ სწორად და რას არასწორად. ესე ხელებით ჩადი და ამოწი. ეგ ვიზუალურად მაქვს ეგ მოქმედება დამახსოვრებული, რომ ინახავს ხვები როგორ აკეთებენ. ბოსტნეული შეიცავს უჯრედის, რაც გეხმარება ცილის ათვისებაში, უკეთ განაყრებს. და ზოგადად ცილა, მაგალითად, ცალკე რო ჭამო ქათმის ფილე, აი წეღან რადგან ვარჯიში ახსენე, ვისაც ცილის მიღება უნდა. ცალკე რო ჭამო ქათმის ფილე ორგანიზმი გაცილებით ნაკლებად ითვისებს ამ ცილას, ვიდრე მაგალითად აითვისებდა ბოსტნეულთან ერთად. შესაბამისად, ბოჭკოსთან და უჯრედისთან ერთად ბევრად მარტივია და უკეთესი არის, რომ ცილა მივიღოთ. მე ხა უკვე გადავედი ამის соуსის კეთებაზე. და соуსისთვის რა არის საჭირო? ნიორი, ჯანჯაფილი, ზუსტად იგივე ინგრედიენტები, რაც მარინადისთვის გამოვიყენეთ, ოღონდ მაგას ცოტა სახამებლით შევასქელებთ, რომ შედარებით ბანტი მასა გამოვიდეს და კარგად მოედოს და არომატული იყოს. რო არა ადვოკატობა და ასევე პროკურორობა, მოკლედ იურისპრუდენცია რო არა, რა იქნებოდი პროფესიით? ეგ არის იმ კითხვების კატეგორიიდან, რაზეც ალბათ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე კი არა ერთკვირიანი დაშორებით რომ მკითხო, გიპასუხებ სხვადასხვა რამეს. მაგალითად, ბოლოს რა ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ზარეული იქნებოდი. ზარეული როლში შევედი და იქნებოდი მზარეული. მზარეული, ხო, რატომაც არა მზარეულიც ვიქნებოდი. მე მინდა ორადორი კრიტერიუმი მაქვს
ჩემი სამსახურის მიმართ ეგ არის რომ საინტერესო იყოს. და შენ თუ ურჩევდი სხვებს ადვოკატობას? იცი რა არის ადვოკატობას კი ოფიციალურად ლიცენზია და მოწმობა ჭირდება, მაგრამ სულის კვეთება რაც არის ადვოკატო საქმიანობის, მაგის კეთება შეიძლება პრინციპში ყოველგვარი ლიცენზიის ან წინასწარ მოსამზადებელი საუნივერსიტეტო სწავლების გარეშე. ძირითადი აქცენტი მანდ არის იმაზე, რომ არ მოგწონდეს ერთი ადამიანი მეორეს რომ ჩაგრავს და ზუსტად ეგრე პრიმიტიულად ჟღერს თუ მარტივად და ეგეთი მარტივი პროფესიაა. ნუ გამოწვევები ბოლო 2 წლის განმავლობაში კლასიკური გაგებით რაც შეიძლება კონდეს ამ პროფესიის ადამიანს, იმისგან განსხვავდება ბევრად. მათ შორის პოლიტიკური ვითარების გამო, მათ შორის რა ძირითადი აქცენტი მაინც პოლიტიკური ვითარებაზე მაქვს იმ ინტენსივობის უფლებების დარღვევა, უსამართლო ქმედება, რაც ეხლა ვაწყდებით, ძალიან რთულად საპოვნელია ცივილიზებულ სამყაროში. ცივილიზებულ სამყაროში გულისხმობ ევროპულ და მაღალგანვითარებად ქვეყნებს და არა ისეთ ავტოკრატიულ რეჟიმებს, რომელსაც ფაქტობრივად გაცხადებული აქვს და ეს ავტოკრატიები. ამ ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, ადამიანების ჩაგვრის, უფლებების დარღვევის მასშტაბს თუ ავიღებთ, უნებრივია ადვოკატები, მათ შორის ვდგევართ ისეთი გამოწვევის წინაშე, რაც რთულად წარმოსადგენი იქნებოდა ჩემთვისაც კი. მაშინ როცა პროფესიას ვირჩევდი და ხო, ნუ ერთი მხრივ ის არის, რომ ეს პროფესია როცა ავირჩიე იმთავითვე გინდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, გინდ კერძო საქმეებზე, ფორმატი დავითს და გოლიათ შორის ბრძოლა არის და ეგ უცხო არ არის, მაგრამ გააჩნია ამ დაპირისპირების ინტენსივობას. მაშინ როცა რისკი გადმოდის უშუალოდ ადვოკატზე და უშუალოდ იმ ადამიანზე, ვინც უფლებებს იცავს, არა მარტო ადვოკატებზე, უფლებადამცველებზეც შემიძლია იგივე თქვა და ამის ბევრი მაგალითი ვნახეთ, ბუნებრივია ეს არ არის ორდინალური სამუშაო გარემო, ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს და ეს არ არის ის გამოწვევა, რის წინაშეც ადვოკატი უნდა იყოს. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში. ნუ ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე ვდგევართ, მაგრამ როგორ თქვა, პროფესიული თვალსაზრისით თუ რაიმე დადებითი შეიძლება აქედან გამოიტანო, არის ის გამოცდილება, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღებენ ჩემი პროფესიის წარმომადგენლები და არა მხოლოდ ჩემი პროფესიის წარმომადგენლები, ალბათ საზოგადოებაც და ფანტასტიკური ბაზა არის იმისთვის, რომ მე მომავალში აღარ დაუშვან აღარასოდეს უფლებების დარღვევის ესეთი მასშტაბი კი არა, ნომინალურად ნებისმიერი მინიშნება უფლებების დარღვევაზეც კი ასე. მე გამიგია შენგან, რომ აი ხლა რასაც აკეთებთ, ეს არ არის კონკრეტული შედეგისთვის, რაც ახლა დადგება, ეს არის იმისთვის, რომ მომავალში, როდესაც ვინმე გადახედავს ამ საქმეებს, ყველასთვის ნათელი იყოს, რომელი იყოს სწორი მხარე და რომელი იყო არასწორი მხარე. მე მაინტერესებს აი ამ ხელასირთულიდან გამომდინარე, ადვოკატებსაც დატვირთული გრაფიკი გაქვთ და კიდევ დაიმატეთ ამდენი საქმე, რომელშიც ისე ინტენსიურად ხართ ჩართული ბოლო 2 წლის განმავლობაში. რა ითამაშა ყველაზე დიდი როლი, როგორ დაალაგდა, რომ აი ეს რთული გადაწყვეტილება მიიღე, ყოფილიყავი მაგ დროს ამ ადამიანების სინდისის პატიმრების მთავარი მცველები. არა, იცი რა არის, მანდ არის ესეთი მდგენელი. არ არის რთული და ურთულესი გადაწყვეტილება იმაზე მარტივია, ვიდრე ვინმე შეიძლება წარმოიდგინოს. თუ ადამიანს აქვს იმის განცდა, რომ არ მოწონს უსამართლობა, არ მოწონს ჩაგვრა და არ მოწონს ხელის გადაწევა არასპორტული გაგებით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით, ცდილობს, მოდი ესე ვთქვათ რა, უფრო რთული იქნებოდა არ ყოფილიყავი პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი. იმიტომ რომ იმ მაცავით მეც გაბრაზების გამოსახატად პროტესტში ვიყავი ჩართული, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. მაგის მერე ძალიან ბუნებრივი და ლოგიკური და მე ვფიქრობ დაფიქრება რომ არ ჭირდება ისეთი გადაწყვეტილება იყო, რადგან პროფესიულად შემეძლო გამოდგომოდი ამ ადამიანებს, ვცდილობ რომ გამოვადგე პროფესიულად. კიდევ ერთხელ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის სასამართლო პრეროგატივა და მაგალითად ადვოკატი არ არის ის ადამიანი, ვისაც აქვს უფლება გასცეს გარანტია შედეგზე. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი იმისთვის, რაც ხდებოდა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, სახელის დარქმევა, დადოკუმენტირება
და როგორ თქვა, ძალიან ბევრ ადამიანამდე მიტანა, იყო მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ შესაძლებელია კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით კონკრეტულ შედეგს ვერ მივახციეთ, იმიტომ რომ უსამართლოდ მოგვექცენ, მაგრამ ამ ადამიანების მაგალითი და ძალისხმევა შექმნის იმის წინაპირობას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მომავალში ვეღარ მოექცევიან ასე. იმედი მაქვს ძალიან მალე. იმედი მაქვს ძალიან მალე. ეს სასაცილოა, რომ ესეთი სერიოზული თემიდან უცებ კუნგ-პაოზე გადავდივარ. ძალიან სულად ეყრობი ამ ჩემი კერძის სახელს. მაგრამ სამზარეულო არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად იხსნება ალბათ ადამიანი და ეს რეცეპტებზე საუბარი შემდეგ გადადის უფრო სერიოზულ თემებს. სახლშიც ეს ძალიან ხარი არ იყოს, ხო? როგორც გინდა. ჩვენ ახლა აღირღილ წიწაკას ვუკეთებთ ჯანჯაფილის და ნივრის მასას. სახამებელი არის საკმაოდ ძლიერი პროდუქტი. აქ გავხსნათ ცალკე, ეხლა დავუმატოთ ერთი ჩაის ყავზი. გავხსენით სახამებელი. დრისი გეშინია ჩაასხი კარგად. შო კულტურულად მინდა რომ გავაკეთო. კულტურულად კი რა ნელა აკეთებ უბრალოდ. ეს არის ჩვენი დამარინადებული ქათამი, რომელიც გამოვიყეთ საორიენტაციო 40 წუთი მგონი იყო. სასურველია რომ დიდი ხნით დავტოვოთ, იმიტომ რომ ეგ არის ძირითადი ნაწილი ამის. მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება. თუ დიდი ხნით ვტოვებთ, დიდი ალბათობით დაჭირდება შეფუთვა, რომ არ ამოშრეს. ეს არის ეხლა რადგან მდგომარეობაში და შეგვიძლია პრინციპში ამ შეწვა დავიწყოთ, ოღონდ გადმოგაბარო ხო ალბათ. არა, შენ გააკეთე ყველგან. არა, შენ. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, რომ შეამშრალო ხოლმე. რომ ამ ზედმეტმა სითხემ ხელი არ შეუშალოს წვის პროცესს და არ გაზარდოს მომზადების დრო. ტემპერატურას რაც შეეხება, როგორი უნდა იყოს მაღალი, საშუალო, დაბალი? შენ გადაწყვიტე იგი. როგორ შეწავდი ქათამს? მე ქათამს შევწავდი საშუალოზე, სულ ოდნავ მაღლა, მაღალ ტემპერატურაზე. ჭირდება საკმაოდ ცოტა დრო და აუცილებლად ვასვენებთ შეწვის შემდეგ, რომ შეგინთ რა სითხეც არის გამოდის და მე ისე უკან შეიწოვოს. ზოგადად ხორცის პრინციპი ეგეთია. იმას გავაკეთებ, რა ჩემს საყვავილიც. მიდი. აი ეს. ვითომ რა ვიცი, ეს არის ყველაზე ისეთი უნივერსალურად რაღაც საჭმლის კეთება ვიცი მოძრაობა, რა ძალიან მარტივია. არაფერს არ აკეთებ. არა, ხო და ტაფაზე არაფერი არ იცვლება რა, უბრალოდ ხელებს აკეთებ სწრაფად, მაგრამ გარედან თუ ვინმე შემოგხედავს. თან თუ ესეც სახე გაქვს. ხო რა, ძალიან თავდაჯერებული ხარ, რომ ნამდვილად ესე უნდა იყოს. ისეც ვითომ არაფერი, მაგრამ ძალიან კარგ გემოს აძლევს. ეგ არის უხალული მიწისხილი და ძალიან კარგ არომატს აძლევს ჭამში. აზიურ კერძებს უხდება სხვათა შორის მიწისხილი და ქეშიუც უხდება. რადგან შემშრალება გამოვტოვეთ, ქონდა სითხე აფასში, მაგრამ მაღალმა ტემპერატურამ აოთხლა ეს ჩვენი სითხე და ახლა დარჩა. ეხლა ესეთი ეხლა მოიბრაწება, იდეაში მზად არის. ქათამი მოდი დროებით გადავიტანოთ ეხლა, რომ დავამატოთ ბოსტნეული. ეგ არის პირველი ნაწილი. ქათამიც დაისვენებს ამასობაში. ახლა რასაც ვაკეთებთ, ეგ არის ბოსტნეული უნდა მოუბრაწოთ იმავე ტაფაზე, ოღონდ იმისთვის რომ ფრეში იყოს, მაღალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი. ოკეი. მომბრძანეთ? ხო, ხავხვად. გონი ეს საკმარისი იქნება. ცოტა ხახვი მინდა, არა, ხახვი მინდა ცოტა რა. We are no quitters. ეხა ხახვები გავშალოთ ცოტა და აი ესე გავაკეთოთ. კარგად. ცოტა ლიმონი ხო არ გვაქვს? და ცოტა. აი, კარგია. გამობრუნებინე ჩემი ქათამი უკან და მოიტანე სოუსი. ქათამს უყრით და ვამატებ სოუსს. კი, გენაცვალე მე. ეგ წვენით ჩაუშვი. ეხა უკვე წესით შეიძლება რადგან სოუსი. კარგი. ნახე როგორია. სოუსი. მიდი. ნიორის სუნი. აი, იდეა ეგ არის. მიდი. კაი. მოიცა, მიდი. იმას წარი. ეს. მოკლედ. ძალამაზია. უბრალოდ აი ეს ხახვი მაინც ცოტა ის არის. ზედმეტი მოვიდა. არა? ძალიან გთხოვ რომ ჩემ ხალხს ნორმალურად ესაუბროთ. არაფერი დაუშავებია შენთვის. ოკეი, მოკლედ აქ გვაქვს ომარის მომზადებული კუნგ-პაო, რომელიც ძალიან უხდება წიწიბურას, ბრინჯს, კარტოფილს, ბევრ ნახშირწყალს. ჩვენ ბრინჯი მოვამზადეთ კადრს მიღმა, მაგრამ ძალიან მოკლედ მოგიყვებით მომზადების პროცესს. ხო მოყვე?
დეტალურად სწორე ბრინჯის მომზადება განსაკუთრებულ სირთულესთან და პროფესიონალისთან ერთ დაკავშირებული სახლში არ ცადოთ მარტო ამის გაკეთება. იცი ბრინჯის ეხლა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ანას ამ კონკრეტულ ვიდეოს უყურებთ თავიდან ბოლომდე როგორ მზადდება ბრინჯი. მოდი ეხლა გავაკეთოთ ეგეთი რამე, მოვამზადოთ გარნირი. როგორ ვასერვირებთ მითხარი? იცი რა არის, მე მგონია რომ დაბლა იყოს ბრინჯი. და ზემოდან დავადოთ ქათამი და ჩვენი ძირითადი კერძი. თავძახი სახელი კუნგპაო. კუნგპაო რა ერთად უკვე იყო. მოდი ახლოს მოიტანე. აი ნახე, დავაგოთ ახლა ისე. არა მარტო ვიზუალისტვის, არომატისთვისაც ცოტა მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი დავამოტოთ. აი ისე მსუბუქად მოვაყაროთ თავს. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად გონო ამაზე გამოვიდა, ხო? საკმაოდ. ეხლა მე გავსინჯოთ და მე ვნახავთ გემრიელია თუ არა, მაგრამ ერთი კარგი პლუსი ის აქვს, რომ ცოცხალი ანანასით შეგვიძლია მივაყოლოთ და კიდე ბევრი რამე მწვანე ვაშლი მაგალითად მიცდია და ძალიან გემრიელია. მწვანე ვაშლი აქაც კარგი იქნებოდა, ხო? ხო, აქაც ანკა იქნებოდა პრინციპში. მოდი გავსინჯოთ. მოდი გადავიდეთ გასინჯვის ნაწილს. ის ნაჭერი ქათამი მაქვს. ქათამი რბილია. სანგემრიელია ხა ანანასთან ერთად მინდა. და წვნიანია. პატარა ნაჭერი ანანასიცადე. შეგიძლია ცოტა ბულგარული დაამატო და ისიც მიწისთხილიც რა. და მინდა ერთი მიწისთხილი. მოიცა? აი. მაგარი ვარ. ანუ ქათამი რბილია. ეს ფრეშია, პოსტნეული ფრეშია და ხრაშუნობს. მაგრამ თან უბრალწულის გემოს აქვს. თან უხდება მიწისწყალი მართლა. თან ხახვიანი გავსინჯე და მაინც მომეწონა. და დასაწყისში რა ვთქვით, რომ აი ტკბილი და მჟავე და ცხარე ერთად უნდა იყოს ყველანი ბალანსშიო, მგონი ზუსტად ეგეთი გამოვიდა. ანანასი არ გითქვამს არა? ანანასი თან ტკბილზე თქვი, სიტკბილმა მაინც ანანასმა შემოიტანა და მართლა ძალიან გემრიელია. თან ისეთი ნუყიერი კერძია და საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, როგორც ხედავთ. ცოტა უცხოც, იმიტომ რომ ყოველ მეორე დღეს არ ვაკეთებთ ქათამს ანანასში, მეც კი არ ვაკეთებ ყოველ დღე ეგეთ კერძებს. საკმაოდ მარტივია მაგის მიუხედავად. ცოტა ხანიც დაგვრჩერდა, ალბათ რამდენი ხანი გასვამზადებთ 1 საათი? 40 წუთი ალბათ. და მე აქ გამომრჩა ეს ქათამი რომ მთელი ღამე დაგვემარინადებინა, ალბათ ბევრად უფრო არომატული იქნებოდა. ამიტომ გირჩევთ რომ მოვამზადოთ. ვარჯიში ვისთვისაც არის პრიორიტეტული ასევე, ძალიან კარგი არის ნახშირწყალსაც შეიცავს, ცილასაც შეიცავს და უჯრედისაც პოსტნეულის სახით. ამიტომ მე რეკომენდაციას გავუწევდი. მადლობა. თანამშრომლობისთვის. შენ მოგეწონა გმაყოფილი ხარ? კი. ბედნიერი ვარ. სულ ეს იყო? კი. არა, მე იმდენად არაბუნებრივი მდგომარეობა ჩემს სამზარეულოში ყოფნა და კულინარიან მით უმეტეს კამერის წინ ამის მომზადება, რომ კი მე ვილობდი და არ ვიცოდი კარგი გამოვიდოდა თუ არა. კარგია რომ ვერავინ ვერ გასინჯავს. და სიტყვაზე მოუწევს რომ გვენდოს, მაგრამ მინიმუმ ვიზუალი მაინც ხა კარგი გამოვიდა, ასე რომ. კარგი გამოვიდა. მოკლედ, მადლობა ომარ, რომ მასწავლე ეს კერძი პირველ რიგში და რომ მეწვიე გადაცემაში. ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა, ესე მგონია საინტერესო თემა ვისაუბრეთ და ბოლოს ძალიან კარგი კერძიც დაგვრჩა. გონია რომ მეც ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ არ ვიცი როდის მექნებოდა შანსი ესე ჩემით დამემზადებინა. საჭმელი დამემზადებინა ესე ოტესმე და კერძი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. იმედი მაქვს რომ იმეს გამოვადგებია ამ ჩემი კერძით და ამ ჩემი რეცეპტით. გარდა ადვოკატობის. ხო. მადლობა მეგობრებო ყურებისთვის. მე გთხოვთ რომ დაგვიჭიროთ მხარი, გამოიწეროთ მის მინე ყველა სოციალურ პლატფორმაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე, გამოიწეროთ ჩვენი ვიდეო და დაელოდოთ სხვა ეპიზოდებს. შემდეგ ჯერზე ამას მივიწვევთ ჩვენთან და ის იქნება ადვოკატი.